როდესაც ამას ვკითხულობდი, საკმაოდ ბევრი ირონია იყო და ნაცარქექები ხართო ხალხი გვეძახოდა რა. რაღაც 10-12 წელი 2010 წელი იყო მე შემახსოვს ხო? თუ არ ვთქვი, ზურ არის ჩემი ჯგუფი. და მოვიდა ჩემთან და მითხრა რომ დავიწყოთ ნაცრით დავიწყოთ ცემენტების წარმოება. ხო, ჩვენ ვართ ორივე გიდროტექნიკოსი, ერთად სწავლობდით ინსტიტუტში 45 წლის წინ, 47 წლის წინ დავიწყეთ. 80 წელში ჩავაბარეთ, ხო. ხო და ჰიდროტექნიკა ბუნებრივია ბეტონებთან არის დაკავშირებული და ასევე ბეტონი ცემენტთან არის დაკავშირებული. და თუმცა ხა ნაცრით ცემენტის წარმოება ჩვენთვის აბსოლუტურად უცხო იყო და არც კი წარმოვედგინა. თუმცა მე უკვე ზურამ რომ მომიყვადა, უკვე მივხვდით პრინციპს, რაზეა საუბარი ხა. ნაცარი არის ბუნებრივი შემკვრელი, როგორც არის ცემენტი, რო წარმოიდგინოთ სუსტი ცემენტი, რომელსაც თუ მე შესაბამის ქიმიურ დამუშავებას და თერმულ დამუშავებას გავუკეთებ, ხდება ნაცარი ცემენტი. დავიწყეთ ყველაფერი აქედან, ბუნებრივია, რაში გამოიყენებოდა საგზაო მშენებლობაში, საქართველოში ყოველ შემთხვევაში ძირითადად ამაში გამოიყენება, თუმცა მისი გამოყენება პრინციპში შეიძლება უამრავი მიმართულებით. სასუქათაც კი გამოიყენება, ალბათ გახსოვთ ადრე ბებიები და მამუები, რა ქვია, ნაცარი გამოქონდა და ხეხილთან ყრიდნენ ხოლმე, ხო? დაახლოებით ამაზეა საუბარი.